მოგესალმებით ქართული კულტურის უმთავრესი ქალაქიდან, ქუთაისიდან. ქალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს, ნიკა მელიას. მოგესალმებით და გამარჯვება იმერეთს, გამარჯვება საქართველოს, გამარჯვება კოალიცია ცვლილებისთვის, გამარჯვება საარჩევნო ნომერ 4. მივესალმები ტყიბულს, მივესალმები ზესტაფოს, წყალტუბოს, სამტრედიას, მივესალმები ხარაგაულს, მივესალმები ბაღდათს, თერჯოლას, მივესალმები ჭიათურას, საჩხერეს, ხოლს, ვას, ქუთაისს. მოგესალმები ძვირფასო იმერლებო, ვინც ხართ აქ და ვინც აქ ვერ ხართ, მაგრამ ფეხზე დგახართ ცვლილებებისთვის, დგახართ ღირსებისთვის, დგახართ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ყველა ვინც აქ ვართ, არა მხოლოდ გვწამს და გვჯერა ცვლილების, არამედ ერთად მოქმედებთ ცვლილებებისთვის და ამიტომაც შეიქმნა კოალიცია ცვლილებისთვის. იმისათვის, რომ ჩვენ თქვენთან ერთად გავაკეთოთ კოალიცია, თქვენ ჩვენთან ერთად და ყველამ ერთად მთელ საქართველოსთან გავაკეთოთ კოალიცია. და ეს ასეც იქნება, ვინაიდან მომავალი თქვენია, მომავალი ჩვენია, მომავალი საქართველოსია. ვართ ამაყები, ვიყოთ ბევრი და ვხედავდეთ ერთმანეთს. ვართ ამაყები, ვიყოთ არა მხოლოდ თანამოაზრეები, არამედ თანამებრძოლები. ვიდგეთ ერთად და მივდიოდეთ წინ ცვლილებებისკენ, წინ ღირსებისკენ, წინ მომავლისკენ, წინ ევროპისკენ, წინ სიმართლისკენ. როგორ არ უნდა ვიყოთ ამაყები? საქართველოს უწერია ბევრად უკეთესი მომავალი. რამდენიმე დღის წინ, როდესაც მავანს ძალიან ვებევრეთ, სკამები დაგვითვალეს. ახლა შეუძლიათ დაითვალონ. დაგვითვალონ მოედნებად, დაგვითვალონ ქალაქებად. ისიც შეიძლება ცაზე ვარსკვლავები დაითვალონ და ზღვაში ქვიშა. ესეც შეიძლება, ვინაიდან ვართ ძალიან ბევრი და იმიტომ შეიძლება ეს. ბევრი ვართ, დიახაც ბევრი ვართ, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ვართ მართლები, როგორც არასოდეს. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება იყოს ამაყი, როგორც ყოველთვის. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება იყოს მართალი, როგორც ბევრი ისტორიული ქარტეხილის დროს ყოფილა. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება ბოდიში მოახტევიოს ყველას, ვინც გთხოვს თავის დახრას და ბოდიშის მოხდას სიმართლისთვის, ღირსებისთვის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის. ეს გადაწყვეტილება მიღებულია. დღეს იმერეთში, ასია იმერეთში დღეს და ხედავთ, სულ უფრო და უფრო ბევრი ხდებით. შემთხვევით არა, იმიტომ რომ სიმართლე არის აქ. ჩვენ კი არ ვართ მართლები, ამას არ ვამბობ პირველ რიგში. ჩვენ დგავართ იქ, სადაც არის სიმართლე. და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ვართ. ასე არის იმერეთში. ასე იქნება რამდენიმე დღეში სამეგრელოში. ასე იქნება რამდენიმე დღეში აჭარაში. ასე არის კახეთში. ასე არის გურიაში. ასე არის რაჭაში. ასე არის სვანეთში. ასე არის ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მესხეთში, ჯავახეთში, ცენტრალურ და თბილისში. ასე არის ყველა ფეხზე დგას. 26 ოქტომბერს მთელი საქართველო მივდივართ არჩევნებზე
ოღონდ არჩევნებზე სადაც ცვლილებები უნდა მოუტანოთ ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს და ჩვენს მშობლებსაც, რომლებიც იმსახურებენ რომ მოესწრონ ბედნიერ, გალაღებულ, განვითარებულ, ძლიერ, მდიდარ სახელმწიფოს. ეს შეუძლებელი არ მოხდეს. როგორ შეიძლება ვიდგეთ ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლთან და გაუთავებლად საუბრობდეთ პრობლემებზე წლების განმავლობაში იმ ქალაქში, იმ მხარეში, იმ რეგიონში, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობები. ამ ხელისუფლებამ შექმნა კრიზისი და უნდა რომ ყველამ ვილაპარაკოთ გაუთავებლად პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაწყვეტას დღის სინათლე არ ეგრისოს. არა, ჩვენ საუბრობთ შესაძლებლობებზე, მაგრამ არა მხოლოდ საუბრობთ, ვმოქმედებთ და ვუმტკიცებთ თითოეულ ჩვენგანს, რომ საქართველოს შეუძლია 26 ოქტომბერს გააღვიოს მოჯადოებული მანკიერი წრე, სადაც თითოეული საქართველოს მოქალაქე თავს იგრძნობს ბედნიერ მოქალაქედ, დაფასებულ მოქალაქედ. განა მართლაც დასანანი არ არის იმერეთში თითქმის ყველა მეორე ოჯახში ემიგრანტი გყავდეს? და რატომ? არ შეგვიძლია რომ ეს ასე არ იყოს? შეგვიძლია, მომავალი ჩვენია, თქვენია. და ამ შესაძლებლობებს ჩვენ ხორცს შევასხავთ. მივესალმები ათობით ათას ემიგრანტს, მათ შორის იმერლებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ ახლა გვიყურებენ. ზოგი კანადიდან, ზოგი ბრიუსელიდან, ზოგი ვარშავიდან, ზოგი პარიზიდან. მივესალმოთ ჩვენს ემიგრანტებს დიდი სიყვარულით. ათობით ათას საქართველოს მოქალაქეს პასპორტით ჯიბეში დიდი პრობლემები შეუქმნა ამ ხელისუფლებამ დაბრკოლებები, რომ ვერ დარეგისტრირებულიყვნენ ისინი ამორჩევლებად და არ მიიღოთ წვლილის შეტანის შესაძლებლობა არ ქონოდათ მომავალ საქართველოში. მაგრამ მათ ეს დაბრკოლებები გადაალახეს და 100,000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე, მათ შორის იმერლები, წავლენ არჩევნებზე სხვადასხვა კონტინენტებიდან და ასე შეიტანეს უდიდეს წვლილს საქართველოს უკეთეს მომავალში. მიიღეს მათ ეს გამოწვევა. არადა ხელისუფლება ცდილობდა, რომ დემოტივაცია გამოეწვია მათში. პირიქით, მოტივაცია გამოიწვია და არა მოტივაცია ისეთი გულისხმობს გამოწვევებთან ჭიდილს. არა, ის მოტივაცია მიიღეს, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების მიერ აღმართული ჯებირების მოგრევას და მოგმევას და ეს ჯებირები მოირღვევა 26 ოქტომბერს ქართველების, საქართველოს მოქალაქეების მიერ. ჯერ კიდევ, როგორც ჩანს, არიან პოლიტიკოსები, ვისაც ვერ გაუგია, რომ ეს არჩევნები არ ეხება პოლიტიკოსებს. ეს არჩევნები ეხება ახალგაზრდებს. აი ამ ახალგაზრდებს ეხება. თქვენ გეხებათ. თქვენ თითოეულ ჩვენგანს არ ეხება არავის, ვის პარლამენტში აპირებს ყოფნას ან არ ყოფნას. ამ ქვეყნის მომავალს ეხება. შესაბამისად, გვაქვს უფლება ყველა საქართველოს მოქალაქეს, თუნდაც ერთ საქართველოს მოქალაქეს, ვისაც ფიზიკურად შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა. ბუნებრივია არ გვაქვს. ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენი ერთი ხმით ჩვენ უკეთესი მომავალი უნდა მოუტანოთ ჩვენ შვილებს, ჩვენ მშობლებს, ღირსეული უზრუნველი სიბერე უნდა მოუტანოთ. ახალგაზრდა თაობებს ასე ევროპული განათლება უნდა მოუტანოთ. ბიზნესის წარმომადგენლებს იქნება ეს მცირე, საშუალო, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაბალი გადასახადები უნდა მოუტანოთ. ხალხს უნდა უხაროდეს. ხალხი სიამოვნებას უნდა იღებდეს იმით, რომ ის იღლება შრომაში. მას ეს შრომა უნდა უფასდებოდეს.
და არ უფასდებოდეს მხოლოდ რამდენიმე ათეულ ოჯახს ამ ქვეყანაში. კომპლექსურია პრობლემები. ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ კოალიცია ცვლილებისთვის 4 ნომერს, რომელსაც უკვე ყავს 100,000 ამორჩეველი მხარდაჭერი. და კიდევ უფრო ბევრი ვიქნებით დარჩენილ 18 თვეში. ჩვენ ვიბრძვით შედეგისთვის. ჩვენ არ ვიბრძვით ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის. ეს შედეგი ფაქტია უკვე, მაგრამ არავის შემთხვევაში სიამოვნებას არ გვანიჭებს. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა წლების შემდეგ ვკითხოს, ამდენი იყავით რუსთავში, ამდენი ხართ ქუთაისში, იმერეთში, კიდევ უფრო ბევრი იქნებით სამეგრელოში, ზუგდიდში, რამდენიმე დღეში, აჭარაში და სხვა რეგიონებში და სიმართლე რატომ ვერ დაამტკიცეთ? ამ კითხვის დასმას თუ ადგილი ექნება, პასუხი უნდა გქონდეს და ეს პასუხი ახლა არის გასაცემი 26 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე. დიდია პატარია და თხოვთ, მოვინდომოთ და არ დავრჩეთ არც ერთი სახში. ყველა დავუბრუნდეთ ჩვენი რეგისტრაციის მისამართს, სადაც რეგისტრირებულები ვართ როგორც ამორჩევლები. ბევრი ძალიან ემიგრანტი, ვისაუბრეთ ამაზე, მიდის 100 კილომეტრის გასავლელად მიდის, რომ იქიდან შემოგვეხიდოს. მაგრამ ძალიან ბევრი იმერელი ცხოვრობს მაგალითად თბილისში, პრაქტიკული გამოცდილებითაც. ან 26 ოქტომბერს დილიდან, ან 25 ოქტომბერს საღამოს ყველანი უნდა დავუბრუნდეთ ტყიბულიდან დაწყებული ქუთაისით დამთავრებული ჩვენ სახლებს და ყველამ უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება 26 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე. წარმატებები, გამარჯვება, სიხარული, ბედნიერება, სილაღე და რწმენა საკუთარ თავში 26 ოქტომბერს ყველას დაგვებრუნებიოს და ეს რწმენა ჩვენი სულიდან არასოდეს გამქრალიყოს. რწმენა, რომელსაც ქვია, მე ვარ საქართველოს მოქალაქე და ვარ მთავარი მოქმედი პირი და შემსრულებელი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. აი ეს რწმენა უნდა დავებრუნოთ, ყველა უნდა დავუბრუნოთ ჩვენ შვილებს და მშობლებს 26 ოქტომბერს. განსაკუთრებული დიდი მადლობა, რა თქმა უნდა ყველას, მაგრამ განსაკუთრებულზე დიდი მადლობა ახალგაზრდებს. ამდენი ახალგაზრდა შეიძლება ყავდეს ამორჩეველი და ძალიან გაგიხარდება ადამიანს. მაგრამ ამდენი ათასობით ახალგაზრდა ყავდეს ამ პროცესში აქტიურად ჩართული თანამებრძოლი, ეს არის პატივი, ეს არის ღირსება და ეს გვაძლევს ენერგიას და мотивაციას. დიდი მადლობა თქვენ და თქვენს თანატოლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ახლა მინდა სცენაზე ვთხოვ ადამიანს, რომელსაც აქვს ბრძოლის ძალიან დიდი გამოცდილება, მართალი ბრძოლის. ბევრი ადამიანი ამ ინტენსიობის ბრძოლას ალბათ ვერ გაუძლებდა, ალბათ არა, დანამდვილებით ვერ გაუძლებდა. ძალიან ბევრი. მე ვიცი ამ ადამიანს ვიცნობ 2014 წლიდან. და ყოველი დღე, ყოველი რიგითი კალენდარული დღე ეს ადამიანი უძღვნიდა ბრძოლას საკუთარი ქვეყნის საკითხით, საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისთვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და აფხაზეთში დაბრუნების მიზნის დაახლოებისთვის. ეს არის მცირე ჩამონათვალე, რაც მე ერთ ადამიანს ნანახი მაქვს და ბევრი კიდევ. რადგან საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს, თქვენს არანაკლებიცით. ეს ადამიანი დღეს ასრულებს ძალიან დიდ როლს. ავანგარდში მდგომი ამ ბრძოლის დასკვნით ეტაპზე გადასულები. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ ორგანიზებულობას, დისციპლინას, შემართებას, мотивაციას, ენთუზიაზმს, სულისკვეთებას, ბრძოლის უნარიანობას
მოითხოვს და ეს ადამიანი არის ამ ყველაფრის პერსონიფიკაცია. ჩემთვის ასეა. რისის ჯერა იმას ლაპარაკობ, მაგრამ ასე ჯერა ასობით 1000 და კიდევ მეც ალბათ. და ამ ყველაფერში დავწუნდებით ჩვენ 26 ოქტომბერს თქვენთან ერთად. მე მინდა თქო ნიკა გვარამიას. წარმატებები თქვენ, წარმატებები კოალიცია ცვლილებებში. სალამი მეგობრებო. ჩემს მას გაუმარჯოს ნიკა მელიას. როგორ ახარ? უთათურებო, იმერლებო, ჩემოცოლო ურო, იმერეთო. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს გულია ეს ქალაქი. საქართველოს ყველაზე დიდხნიანი დედაქალაქი გაერთიანებული საქართველოში. იმერეთი ყველაზე ქართული ქალაქი. გაგიმარჯოთ იმერლებო. მეგობრებო, დღეს ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ ქოცური საქართველო ევროპაში ვერ მოხდებაო. რა გვინდა ჩვენ გვინდა ევროპაში. ამიტომ, როცა ჩვენ გზას ვიღაცა ეღობება, როცა ჩვენ ევროპისკენ ვიღაცა გაგწევს ქუთაისში ნიკო ნიკოლაძის, ლასხიშვილის, გალაქტიონის, დიდი ევროპელების ქალაქში, უნდა ვთქვათ ღიად, ვინ ჩვენ გაგწევს, ჩვენ გავწევთ იმას, ვინ ჩვენ გწევს, ჩვენ გავწევთ იმას, ბიძინა ივანიშვილი, გარეთ ევროპა შიგნით, გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს, გაუმარჯოს ევროპული საქართველოს, მთავარ კალამს, ქუთაისს. ჩვენ ვართ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქალაქში, ქუთაისში. ათენის საბერძნეთის რამდენიმე ქალაქის შემდეგ ეს ქალაქი, ზუსტადაც რომ ეს ქალაქი არის ყველაზე ძველი ევროპული ქალაქი. ბევრად ძველი ვიდრე ჩვენი დედაქალაქი თბილისი. ბევრად. ამ ქალაქს ნანახი აქ ევროპა რა არის. ამ ქალაქმა იცის რა არის ევროპა, იმიტომ რომ ეს ქალაქი არის ევროპა და მომავალი მისია. მე მინდა ნიკას მერე ვთქვა ჩემი მეორე ძმის ზურა ჯაფარიძის გამარჯვებისა ყველას, როგორ ზურა ამბობს, არჩევნების მერე გვექნება ევროპული პასპორტი ჯიბეში და ქუთაისის აეროპორტიდან წავალ ზუსტად და პირველ რიგში. ჩემო ძვირფასებო, ქალაქო, რომელმაც მიიღო არგონავტები, ჩვენგან რო სიბრძნე მიქონდათ ის არგონავტები, ბერძნები კოლხებისგან რო სესხულობდნენ სიბრძნეს ის არგონავტები, ჩემი უსაყვარლესი ელენეს სიტყვებით გეტყვით, ჩვენ არ დავთმობ, არ გავრუსტებით, ჩვენი ქვეყანა არის საქართველო და მომავალი ჩვენია. ჩემო ძვირფასებო, მე მინდა ჩემი ცოლი, თქვენი თანამოქალაქე, აქ დაბადებული და გაზრდილი სოფო ლილუაშვილი წარმოგიდგინოთ, ჩემი მთავარი სიყვარული, ჩემი მთავარი გვერდში მდგომი, ჩემი მთავარი ქუთაისელი ცხოვრებაში. მოდი სოფო. ჩვენი ოჯახის სახელით მინდა გითხრა, ეს ქალაქი ჩვენია, ამ ქალაქის მომავალი ჩვენია, თქვენია, ამ ქალაქის არის ევროპული ქუთაისი, არის ჩვენი სიამაყე, არგონავტები ჩვენ მივიღეთ და ევროკავშირის წევრობას ვიზეიმებ აქ ქუთაისში. ვეთქვი რამეს? ვიტყვი ორ სიტყვას. პირველ რიგში მოგესალმებით და მივესალმებით ჩემთვის უსაყვარლეს
როგორც ყველა ქუთაისას მე ვაკავშირებ ტკბილი მოგონებები ამ ქალაქთან, მაგრამ ერთ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს გაგიზიარებთ. ბევრი წლის წინ, როცა ჩემი პატარა შვილები ამ ქალაქის გასაცნობად ჩამოვიყვანე, ვისეირნეთ, გავაცანი, მოუყევი ამ დიდებული ქალაქის შესახებ და მაშინ ჩემმა პატარა სანდრომ მითხრა, როგორ ევროპულ ქალაქში დაბადებულ ხარო. ეს ჩემთვის სიახლე ნამდვილად არ იყო, მაგრამ იმ დღეს ძალიან იმოქმედა ამ სიტყვებმა ჩემზე. და მე მინდა ჩვენი კოალიციის სახელით უფლებას მივცემ ჩემ თავს, რომ დაგპირდეთ, რომ ჩემი შვილები, თქვენი შვილები, ჩვენი შვილები აუცილებლად მოესწრებიან იმ დღეს, როდესაც ქუთაისი თავისი ხიბლით, თავისი პეწით, ისე როგორც ამ ქალაქის ისტორიას, კულტურას და აქაურ ხალხს შეეფერება, გახდება ევროკავშირის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. ძალიან გთხოვთ, წავიდეთ არჩევნებზე და დავიჯეროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ცვლილება. ჩვენი ნომერია 4. მადლობა, სოფო. მეგობრებო. ჩემო ძვირფასებო. მე მინდა ამ ქალაქიდან გამოწვევა გაუგზავნო ორ ყველაზე ძველ თავარ ევროპულ ქალაქს, ათენს და რომს. შეგვეჯიბრეთ სიძველეში, შეგვეჯიბრეთ ევროპულობაში. ჩვენ წინ ვართ, ჩვენ არ გონამტებს ვაჭუკეთ სიბრძნე, მათ თქვენთან ჩამოიტანეს ეს სიბრძნე. ჩვენ ვართ ევროპა და ევროპა არის ქუთაისი. და ჩემო ძვირფასებო, მინდა ამ ქალაქში წარმოგიდგინოთ ჩვენი ყველაზე ახალგაზრდა, ჩემი უსაყვარლესი თანაპარტიელი, თანაკოალიციელი, უფრო სწორედ, ჩემი უმცროსი მეგობარი და ძმა, ჩემი შვილისწული, რომელიც საამაყოა ჩემთვის. დარწმუნებული ვარ მთელი საქართველოსთვის და დიდ წარმატებებს მიაღწევს. ასეთების ადგილი არის ჩვენ კოალიციაში, იმიტომ რომ ჩვენთვის თავარი არის მომავალი და მომავალი თქვენია და მომავალი მისია ცოტნე კობერიძე. მადლობა მოგესალმებით. სულ მოლოდინია ხოლმე რომ რატომღაც ახალგაზრდებს უნდა მიმართო და მინდა რომ ეს ყველაფერი გვერდზე გადავდო, დიდი ტყუილი მგონია. ერთი მარტივი რამის გამო ბევრ ადამიანს ხვდები და რაც მივხვდი, რაც ცოცხალი ვარ, ყველა ადამიანში ცხოვრობს სადღაც შიგნით ბავშვი. ძალიან გულწრფელი, ძალიან ამბიციური, სულ რომ მომავალზე ფიქრობს და აი ამ ამბიციას რო არ ივიწყებს რა და ქოცობაში რასაც ვერ ვიტარო, აი ყველაში უნდა რომ ეს ბავშვი ჩაკლას, დაგვაშინოს, გვაფიქრებინოს, რომ აი ხვალინდელი დღე რატომღაც შენი არ უნდა იყოს, აი ერთი კაცის უნდა იყოს. ამიტომ არ მიყვარს ამ თაობების გამიჯვნა ამ ნაწილში. ამის მაგალითი იყო ჩემი დიდი ბებია, მათიკო 80 გადაცილებული და როდესაც ნახულობდი ხოლმე სულ ახალ მიზეზებს და მიზანს მეუბნებოდა, როდემდე უნდა რომ ეცხოვრა. მივიდოდი ერთ კვირაში მეტყოდა რომ ცოტნე აი აღამას მომასწრო და მე აღარაფერი მაჯავრესო, მაგრამ არ ნებდებოდა. მაშინ იყო ბავშვი, რომელიც სულ ახალ მიზნებს აწესებდა და მჯერა რომ დღეს მათიკო აქ რო იყოს, ევროპულ პასპორტს ინატრებდა მის ჯიბეში ყოფილიყო. იმიტომ რომ აი ეს აზრი ექნებოდა. შეუძლებელი მგონია ამის გარეშე. შეიძლება ასაკში შეხვიდე, კიბეზე ნელა ახვიდე, რაღაცა გაგიჭირდეს, მაგრამ შინაგანად ყოველთვის ხარ ის, რაც ხარ. და ამ ადამიანს ეს გვახასიათებს, რომ გვიყვარს სიცოცხლე და ვიაზრებთ ერთ მარტივ რამეს, რაც ახალგაზრდებს ეხლა მინდა ცალკე აუხსნა. ძალიან თავში არ აგვივარდეს ამ აქციების მერე ბევრს რომ გაქებენ და გვაქებენ. ჯენზი ისე. სინამდვილეში ეს არის პასუხისგებლობა. იმიტომ რომ ჩვენ რო დღეს დამოუკიდებლები გვქვია, ეს მოგვიტანა თაობამ სისხლის ფასად, სპრეის ფასად კი არა, დარბევის ფასად კი არა. ჩაულებრივად რუსები მოვიდნენ რკინის ლაფატკებით და იქ ახალგაზრდა მაშინდელმა ჩვენმა ტოლებმა, გოგოებმა და ბიჭებმა სისხლი დაგვარეს იმისთვის, რომ დღეს დამოუკიდებლები გვერქვას. და დამოუკიდებლობა პირველ რიგში არის პასუხისგებლობა, რომ იმის გააზრებით, საიდან მოდიხარ, სად აპირებ წასვლას, რა გეგმა გაქვს, რა გინდა და ხო უნდა დაუფიქსიროთ, რომ იმ კაცი ჭკუაზე კი არ წავალ, მე დამოუკიდებელი არ მერქმევა. მერე ვარ დამოუკიდებელი, მერე მოვახერხებ მოცემულის დაცვას, რომ გადავწყვიტე, რომ მივდივარ ევროპაში, ავდგები და წავალ ევროპაში.
ვერ დამიშლის ვერაფრის დიდებით საქმეს ნახევრად გაკეთებულს კი არ დავტოვებ ბოლომდე მივიყვანთ და წერტილს დაუსვავთ იმიტომ რომ ეს არის ის რითვისაც ღირდა ცხოვრება რომ ჩვენ რომ არ დაგვინახავს არც ერთი წამი საქართველოს დამოუკიდებლობის გარეშე ეს თავში არ უნდა აგვივარდეს არ უნდა გვეგონოს რომ მუდამ ეს გარანტირებული გვექნება არ უნდა ვიფიქროთ რომ ხვალინდელი დღე იქნება ჩვენი დღევანდელი უნდა იყოს ჩვენ იმიტომ რომ ცხოვრება პატარა მალე გადის 10 წელი ისე გავა არავინ აღარ იტყვის შენზე ახალგაზრდას პერსპექტიულს არა დღეს და ახლა შენი თავზე უნდა შექმნა ის რითიც გინდა რომ იამაყო და ამის იამაყის შექმნის ფუფუნება ბევრ ქვეყანაში ბევრ ახალგაზრდას არ აქვს ჩვენ გვაქვს ახლა ისეთი გამოწვევები რომ დრო რო გავა ამაყად იტყვი რომ ჩემს ქვეყანას ჩემს თაობას დაუდე ევროპა გადავწყვიტე და გაუკეთე და ეს აღვასრულე რომ ჩვენ ვართ თაობა რომელიც გავიზარდეთ ჰიმზე სადაც ვადიდეთ თავარ ღირსებას თავისუფლებას ვამბობთ დიდება თავისუფლებას და თუ ვინმე ვერ გაიგო ვიმეორებ თავისუფლებას დიდება ხო და თავისუფლების მადიდებლები ბიძინას მადიდებლებს მოუგებთ იმიტომ რომ ეს არის ჩვენი თავარი ღირსება ეს არის ყველაზე ქართველური იდეა ჩვენ ვამბობთ რომ თავისუფლება შედგება სიტყვა თავისგან ხელისუფლება ხელისგან როგორც ხელი უნდა ემსახუროს ჩვენს თავს ისე უნდა ემსახუროს ხელისუფლებას თავისუფლებას როცა ხელისუფლება თავისუფლებას არ ემსახურება ის არის გასაშვები ის არაქართველურია იმათ ჩვენ სიტყვაში და ჩვენ ენაშიც არ უშვებ ხო და ასე ენაზე დაკვირვებით ილია ჭავჭავაძემ გვითხრა ადამიანი რომელიც სულ რაღაცას ელისო ვეძახით სულ ელს ჩვენ არ ვიქნებით სტუდენტები ჩვენ არაფერს დაველოდებით დღეს რამოდენიმე კვირაში ამ ქვეყანას აუგუსტულებთ იმ მიზანს რამისთვისაც აქ ადამიანება სისხლით დაღვარეს ამისათვის სისხლის დაღვრა არ გჭირდება ამისათვის გჭირდება მივიდეთ გავაფერადოთ და გავაკეთოთ ღირსეული არჩევანი მადლობა მეგობრებო დაგემშვიდობებით და მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი რომელთან ერთადაც გადავწყვიტე რომ ეს პასუხისგებლობა რომ ამ ბრძოლაში არა როგორც მოქალაქე არამედ პოლიტიკოსი ვიყო და ჩემი თაობის წარმომადგენელი მისთან ერთადაც ამ პასუხისგებლობას ვიზიარებ და მადლობას ვუხდი რომ ჩემთან ერთად არის ამ ამბავში ეგეთი კარგი კაცი გიგა ლემონჯავა დროას ლიდერი წარმოგიდგინოთ საგამომშვიდობით მოგესალმებით გამარჯვება ქუთაისს და გამარჯვება საქართველოს დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს აქ მობრძანებისთვის მე ძალიან მოკლედ გეტყვით ჩემს სათქმელს ჩვენ ამ არჩევნებში გვიპირისპირდება ხალხი რომელსაც არ სჯერა საქართველო რომელსაც არ ჯერა რომ ამ მიწაზე ამ გეოგრაფიაში შეიძლება ნამდვილი ძლიერი ევროპული დიდარი წარმატებული ქვეყნის გაკეთება ამ ხალხს ამის არ სჯერა ივანიშვილისთვის საქართველო არის პატარა სოფელი და ეს გვითხრა თავიდანვე აქედან ქუთაისიდან მინდა ვუთხრა მას მოწინააღმდეგეებს მეგობრებს ყველას როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ სწორედ ქუთაისიდან სადაც ჩაიფიქრეს და სადაც განახორციელეს ძლიერი სამართლიანი განათლებული საქართველოს იდეა სადაც ათენის ფილოსოფიაზე დაფუძნებით შექმნეს ამ რეგიონში ყველაზე უფრო წარმატებული საგანმანათლებლო ცენტრი გელათის აკადემიის სახით. აი აქედან მინდა უთხრა ყველას, რომ 27 ოქტომბრიდან საქართველო იქნება ძლიერი, მდიდარი, ნამდვილი ევროპული სახელმწიფო და ამის გარანტი არის არა რომელიმე პოლიტიკოსი, არა რომელიმე პარტია, არამედ თქვენ, ქართველი ხალხი და მომავალი ჩვენია. ივანიშვილი თავაზობს შიშს, როგორც მთავარ ხაზს, მთავარ პოლიტიკურ ხაზს ამ არჩევნებში. ტერორს და შიშს. ეს არჩევნები არ არის შიშის არჩევნები, ეს არის რწმენის და იმედის არჩევნები. ეს არის მომავლის არჩევნები. შიში გადაწყდა ქუთაისში, შიში გადაწყდა იმერეთში და შიში გადაწყდა მთელ საქართველოში. არავის ივანიშვილის არ ეშინია. თუ ვინმეს ეშინია დღეს, ეს არის თვითონ ივანიშვილი და ეს არის ივანიშვილის მონათა კრებული, იმიტომ რომ მათ კარგად იციან, რომ 26 ოქტომბერს ყველაზე უფრო ძლიერი იარაღი ხელში უჭირავს საქართველოს მოქალაქეს. გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე არის ნებისმიერი სპეცრაზმი, ნებისმიერი წყლის ჭავლი, რეზინის ხელკეტი ან რეზინის ტყვია და ამ იარაღს ქვია საარჩევნო ბიულეტენი. არ არსებობს ამაზე უფრო ძლიერი იარაღი 26 ოქტომბერს.
ასე შეიარაღებულები მივდივართ არჩევნებზე ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. იმ მომავლისთვის, რომელიც ასეულობით წლის წინ ჩაიფიქრეს აქ, ამ ქალაქში, ამ რეგიონში, ამ ტერიტორიაზე. და ეს არის საქართველოს მთავარი საისტორიო ხაზი, სვლა დასავლეთით. და ეს ხაზი სწორედ აქ დაიბადა. ივანიშვილს უნდა რომ ისტორია დაასრულოს. მაგრამ ეს ისტორია არ მთავრდება. 26 ოქტომბერს იწყება ახალი საქართველოს ისტორია, ნამდვილი ევროპული, ნამდვილი ქვეყნის, ნამდვილი საქართველოს ისტორია. ჩვენ ყველა ერთად ვართ ამ ისტორიის გამგზავრებელები. ალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ შეხვდეთ. ნანა მალაშხია. ნიკა მელია. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ელენე ხოშტარია. სოფო გოლეთიანი. მარიკა არევაძე. ანიკა ვთანაძე. თორნიკე ბიკაშვილი. მიკროფონი ბატონო მეგობრებო ჩვენ ვართ ერთი დიდი გუნდი სცენაზეც და სცენის მიღმაც ჩვენ ვართ ყველანი ერთად საქართველო ჩვენია ჩვენი სამშობლო ჩვენი საზრუნავია და მომავალიც ჩვენია ჩვენი ნომერია 4 წარმატებები გელოდებით არჩევნებზე. სანამ ცაზე ვარ სკლავები ინთება
სიმღერებით გავსწარი თორემ მერე უკვე გვიან იქნება ამერე ყველა სიმიღველა ბგერა დავუმღერეთ სიყვარულის ლამაზლე ესწორება უსასრულო ნუ გორია მოეფერეთ ერთმანეს გაიღიმეთ ყველაფერი სიყვარულით ივსება შეიღვარეთ მაშ ასე კოალიცია ცვლილებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის მასშტაბებს ზრდის ახალი დროა გირჩის